მოგძელებთ გაკვეთილებს, ჩვენ ახლა გავარჩევთ 1-ის 71-ს. ის 71. ახლა აქ ამოცანები ძალიან მყოლან ერთმანეთს და ვეცდები მეტნაკლებად სწრაფად გავიარო მათი მნიშვნელოვანი ნაწილი. კაცრავად. პირველკლასელებისთვის მოამზადეს ერთნაირი საჩუქრები, ამისთვის დასჭირდათ 120 ცალი ჩურჩხელა, 280 შოკოლადი, 320 ნავსვარი. რამდენი მოსწავლეა პირველ კლასში, თუ ცნობილია, რომ მათი რაოდენობა 30-ს აღემატება. პრინციპი რა არის ახლა ერთნაირი საჩუქრის მომზადების, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ბავშვს ერთი და იგივე რაოდენობით უნდა გადაეცეს თითო ტიპის საჩუქარი. ანუ ყველა მიიღებდა თანაბრად ჩურჩხელებს, ყველა მიიღებდა თანაბრად შოკოლადებს და ნავცხლებს. ანუ გამოდის, რომ ბავშვების რაოდენობა თუ აღემატება 30-ს, ჩვენ უნდა ვნახოთ 30-ზე არ შემეშალოს პირობა, ხოლმე მერევა და პირიქით ვკითხულობ, მათი რაოდენობა აღემატება 30-ს აღემატება. ანუ ჩვენ უნდა ვნახოთ 30-ზე დიდი რიცხვი, რომელზეც გაიყოფა 120-იც, 280-იც და 320-იც. რატომ იქცევით ასე? იმიტომ მეგობრებო, რომ რამდენი ბავშვიც იქნებოდა, მათზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო თითო ტიპის საჩუქარი, ესე იგი ბავშვების რაოდენობაზე უნდა იყოფოდეს ჩურჩხელებიც, შოკოლადებიც და ნავცხვრებიც. რა არის აქ საშუალება მსგავსი რიცხვის მიგნების? რა თქმა უნდა, მოვზებნოთ საერთო გამყოფი. აქ აპრიორში ბავშვები ეგრევე ეძებენ ხოლმე უდიდეს საერთო გამყოფს და პრინციპში ეგ არ არის სავალდებულო. კი ბატონო, ჩვენ ახლა ამრავლებად დავშლით საერთო გამყოფს გამოვყავთ, რა თქმა უნდა ამის გაკეთებაზე პირადად შეიძლება მეგობრებო, რა 120-ის, 280-ის და 320-ის საერთო გამყოფს ვერ ვნახავთ, ახლა ისე პირად რომ თან შედარდეს და 30-ზე მეტი იყოს. კი, შეიძლება, მაგრამ მაინც დავიცვათ სტანდარტი, დავშალოთ მარტივმომრავლებად. ეს იქნება 3-5, 5, 1. ეს ერთი გამყოფი აღმოაჩნდა. ანუ რატო ვაკეთებთ ახლა? იმიტომ რომ მარტივმომრავლებად დაშლა არის ხოლმე მეტნაკლებად უსაფრთხო გზა, რომ ანგარიში არ შეგეშალოს. საერთო გამყოფების მოძიების რა, ახლა რა შეგვიძლია ვნახოთ? აი 1-2 საერთო აქვთ, ხო აქ? სხვა ფერის კალამი გამოვიყენოთ და 1-2 საერთო. ანუ იდეაში ორ ბავშვსაც შეიძლებოდა გაინაწილებინა ეს საჩუქრები 60-60 ჩურჩხელა შეხვდებოდა, 180-180 ანუ 280 შოკოლადს გაინაწილებდეს, 320 ნავცხვრი და 160-160. შეიძლებოდა მათი რაოდენობა ყოფილიყო, ანუ 2x2, ანუ საერთო გამყოფს ვეცებთ, ასე ვთქვათ, 2x2, ანუ 4-ით შეიძლება ყოფილიყო. შეიძლება ყოფილიყო 8, ანუ საერთოს თუ ამოვწერთ, ესე იგი ამ რაოდენობაზე ბავშვების ამ რაოდენობაზე განაწილდებოდა 120-ით, 280-ით, 360-ით. და აი ნახეთ 1/5 არის კიდევ აქ საერთო. ასე. პრინციპში საერთო გამყოფი მეტი არც გააჩნია და რა გამოვიდა მეგობრებო, რომ 40 არის საერთო გამყოფი, ანუ 120 ჩურჩხელა შეგვიძლია გავანაწილოთ 40 კაცზე, 280 შოკოლადიც და 320-იც ანალოგიურად. შესაბამისად, მეგობრებო, პასუხი იქნებოდა 40. ახლა დაემთხვა, რომ ეს გუც გამოდის პრინციპში უდიდესი საერთო გამყოფი და თან
გამოდის პასუხიც. თუმცა სავალდებულო არ იყო, რომ უდიდესი საერთო კმაყოფი ყოფილიყო ამ ფორმით დასმული კითხვის პასუხი. აი დამთხევა განაპირობა იმან, რომ 30-ზე მეტი უნდა ყოფილიყო ბავშვების რაოდენობა. იმედია გასაგებია, ალბათ ცოტა უკეთესი დინამიკაც სასურველი იქნებოდა ამოცა ეს ახსნაში, მაგრამ ვფიქრობ საკმარისია ხართული ამოცანარებს. მოდი დავაკვირდეთ 62 ნომერს. ერთის 62. მაგნის ჩოგურჩი ჩატარებულ შეჯიბრში რამდენიმე გუნდი მონაწილეობდა. სულ 155 ბიჭი და 87 გოგონა. ყოველ გუნდში როგორც ბიჭების, ისე გოგონების რაოდენობა ერთი და იგივე უნდა იყოს. რამდენი გუნდი მონაწილეობდა შეჯიბრში? რამდენი ბიჭი და გოგონა იყო თითოეულ გუნდში? კარგი. აქ ისეთი სიტუაციაა, რომ გუნდების რაოდენობა იმდენი უნდა იყოს, რა თქვა, გუნდების რაოდენობა, გუნდი არის A, ხო? A ცალი გუნდია. და იმდენი უნდა იყოს გუნდების რაოდენობა, რომ ბიჭებიც რიცხვიც გაიყოს მასზე, თანაბრად უნდა იყოს ბიჭები გუნდში, თითოეულ გუნდში და გოგონებიც. ანუ ფაქტობრივად ვეძებთ 155-ის და 87-ის საერთო გამყოფს. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არავის არ უთქვავს აქ იპოვეთ გუნდების უმცირესი რაოდენობა, ანუ უდიდესი საერთო გამყოფზე არ არის საუბარი, რამდენი გუნდი მონაწილეობდა შეჯიბრში. შეიძლება პასუხი იყოს 2, 3, აი 3 პასუხი გქონდეს. აი მოდი ნახოთ ახლა, იმიტომ რომ შეზღუდული არა ვართ აქ ჩვენ გუნდების რიცხვში. წინა ამოცანაში შეზღუდული ვიყავით, მაგალითად, ბავშვების რაოდენობა უნდა ყოფილიყო 30-ზე მეტი და ასეთი ერთადერთი პასუხი აკმაყოფილებდა პირობას. მოდი ვნახოთ ახლა. დავწყოთ მომრავლებად დაშლა. 155-ის ციფრთა ჯამი არის 10-3-ზე არ იყოფა, კენტი 2-ზე არ იყოფა, 5-ზე იყოფა. 14-ში 2 მოთავსდება 45-ში 29-ში 29 მარტივი რიცხვია, ასე დაიშლება. 87-ის ჯამი არის ციფრთა ჯამი 15, ანუ 3-ზე იყოფა, ვუყავთ 3-ზე 2, 9, ანუ 29. საერთო გამყოფი რა გააჩნია ამ ორ რიცხვს? ეგ არის 29. და უბრალოდ ემთხვევა, რომ ამ ორი რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფი თან არის ერთადერთი საერთო გამყოფი. ანუ რა თქმა უნდა, საერთო ერთისაგან განსხვავებული საერთო გამყოფი. ანუ 145 და 87-ს გააჩნია ორი საერთო გამყოფი. ეგ არის ერთიანი და 29. მაგრამ პირობა როგორ იყო, მეგობრებო, რამდენიმე გუნდი მონაწილეობს, ანუ ერთზე მეტი გუნდი მონაწილეობს. ესე იგი, ყველანი 145-ის და 87-ის ეს ბიჭები და გოგონები ერთ გუნდში ვერ იქნებოდა. და აბა მეორე პასუხი ერთადერთი არის, ეს არის 29 და შეიძლებოდა მაშინ 145-ის და 87-ის დანაწილებულიყო რა. შესაბამისად, ბიჭებს თუ გავყავთ 29 ნაწილად, ესე თითოეულ გუნდში ყოველ გუნდში იქნებოდა 155 გაყოფილი 29-ზე, ანუ 5 ბიჭი და 87 გაყოფილი 3-ზე 3 გოგონა. იბათონო. ორი კითხვა იყო და ორი პასუხია. პირველი პასუხი არის 29, მეორე პასუხი არის 5 ბიჭი და 3 გოგონა. მოდი ვნახოთ ახლა რა მოგვიმზადა 63 ამოცანა. ასეთი ამოცანა კბილანებზე მე თეორიულ ნაწილშიც შეტანილი მაქვს, პროცესები მაქვს იქ აღწერილი. რა მაინც ავსნათ ახლა ჩვენ ეს ამოცანა. პრინციპში მოდი დავხატოთ კბილანებიც. აი შესაძლოა ვერ წარმოიდგინოს ახლა ვინმე არ იცოდეს რა არის ეს წამყვალი კბილანა და
პატარა ვიზუალური უზრუნველყოფაც გავაკეთოთ. მომდინათ გამომივა ახლა იქ. აი, კბილა და ვედგინოთ, ერთი კბილა არის ასეთი, მეორე ასეთი, არის დასრულებული და ასეთი კბილები აქვს. ხარს ვერ ვიცავ, თითად ხატვას არ მეხერხება, რა კონკრეტულ წარმოდგენას შეგვექმნის, ასეთი კბილები აქვს და როგორც საათის მექანიზმს აქვს, და აი ამასაც ვადგინოთ კბილები. ეს კბილები ერთმანეთს ედება, ეს და ატრიალებენ ერთმანეთს, ხო? ეს ტრიალებს, თქვათ, ასე და შესაბამისად ეს ასე იტრიალებს. თუ შეიძლება ცოტა ტრიალდება, არ ესეც ქვემოთ წავ. მეტი არ შეიძლება ეს და ტრიალდება. თუ აქ არის 44 კბილი, კბილადა და მეორეზე არის 20 კბილი. ასე რა მომენტია. სულ ცოტა რამდენი ბრუნი უნდა გააკეთოს წამყვანმა კბილადამ, რომ კბილადებმა თავდაპირველი მდგომარეობა დაიკარგა. აი თქვა თავდაპირველი მდგომარეობა არის ეს. ანუ ეს ორი გამუქებული ნაწილი ეხება ერთმანეთს. და აი რამდენჯერ უნდა იტრიალოს, გააკეთოს სრული ბრუნი, აი ამ კბილადამ, რომ ეს კბილიც აქ აღმოჩნდეს. შეეხოთ ისევ ერთმანეთს რა კბილები და ანუ საწყისი მდგომარეობა დაიკავონ, ეს აქ იყოს და ამავდროულად აი ეს რომ ტრიალებს, ესეც ხო ტრიალებს, მეგობრებო, ხო? მეორე კბილადაცაც ხო ატრიალებს, აი, როცა ტრიალებს, მეორეც დატრიალდება. და შესაბამისად, საწყისი მდგომარეობა ნიშნავს, რომ ამ მუქმა ნაწილმაც აი აქ უნდა პოვოს, დავსამუდელი აქ უნდა გაჩერდეს. და რამდენი ბრუნი არის საჭირო წამყვანი კბილანის, ანუ დიდი კბილანის რა. რას უნდა დავუკვირდეთ ჩვენ? რომელ ამოცანას გავს პირველ რიგში ეს? თუ გინდა დააპაუზეთ ვიდეო, თვითონ დაფიქრდით, თუ ახლა მევიტყვი, ეს გავს აი ტურისტული ჯგუფები რომ იყო და რომ გადიოდნენ რაღაც არ მახსოვს ზუსტად რიცხვები 20 დღეში, 24 დღეში. რა იყო თავარი? იქ კითხვა იყო, რომ რამდენი დღის შემდეგ აღმოჩნდებიან ისინი ერთად რუსეთგურშიო და იგივე იყო მანქანებზეც, იგივე სტილის ამოცანა, ეგეც იგივე ამოცანა, ხო? ორივე საწყისი მდგომარეობა რომ დაიბრუნოს, ჯერ ერთი ხომ უნდა აღმოჩნდეს საწყის მდგომარეობაში. და ეს კბილი ერთ-ერთი 44-თაგანი რომ აღმოჩნდეს იგივე ადგილზე, რა უნდა მოხდეს? აი ეს თითო გადასვლას რაღაცა დატკაცულებად რო ჩავთავოთ, დგაც, ასე მოდის ხო? აი 44 ასეთი დატკაცულება არ უნდა გაახორციელოს, 44 ასეთი პატარა გადასვლა, დგაც აქ მოვაჯერეს გამუქებული, მერე აქ მოვა, მერე აქ მოვა, მერე აქ მოვა, კი, უნდა გააკეთოს ასე და 44 ასეთი კაცობის შემდეგ წამყვანი კბილადას ეს გამუქებული კბილი აღმოჩნდება. 44 დატკაცულების 88, 132, ანუ 44-ის ჯერადი 24-ის ჯერადი კაცული დავარქვათ კბილადის ერთი კბილით გადასვლას. რაც შეეხება მეორე კბილადას ამყოლი კბილადა, მოგეთათ, ეგ რა იქნება?
ველოსიპედი აღმოცებული და ფლად ასე არ არის დახავს, მაგრამ უფრო წარმოსადეგი ალბათ ასე არის. ჩვენ ახლა ველოსიპედის ჯაჭვი დაგვეხმატა და ისე წარმოგვედგინა. რაც შეეხება ამ პოლკვილადას უნდა იყოს თუ საწყისი მდგომარეობა რომ დაიბრუნოს კონკრეტულმა კბილმა ამ შემთხვევაში გამუქებულმა აქ 20 გადასვლა უნდა გააკეთოს, ხო? 20, 40-ის, 60-ის და ასე შემდეგ გადასვლის ვერ იქნება, ანუ 20-ის ჯერადი. და მოავის არის რომ აქაც ერთი კაცური რომ განხორციელდება ორივესთვის თითო კბილით მოძრაობს კბილარი. ანუ რამდენი კაცური, რამდენი ასეთი გადასვლა უნდა მოხდეს, რომ გამუქებულმა კბილებმა, როგორც წამყვანისი ალყოლი თვალის საწყისი პოზიცია დაიბრუნო. მარტივი დასასრულია, ხო? 44-ის და 20-ის საერთო ჯერადის. ერთი პირობაც უნდა დაკმაყოფილდეს, მეორეც ერთი დაკმაყოფილდება თუ 44-ის ჯერადით კაცური განხორციელდება, მეორე დაკმაყოფილდება თუ 20-ის ჯერადით კაცური, ანუ გამოდის, რომ მათი საერთო ჯერადით კაცური უნდა მოხდეს. და ესე იგი ფაქტობრივად ჩვენ ჯერ უნდა ვიპოვოთ უმცირეს საერთო ჯერადი 44-ის და 20-ის. ნუ რატომ? იმიტომ რომ ეს იქნება ყველაზე პატარა რიცხვით კაცურის, როდესაც გამუქებული კბილები საწყის მდგომარეობას დაიბრუნებენ მეგობრებო. Გუდი ნახოთ ახლა 44-ის და 20-ის საერთო ჯერადი რა არის, 44 უნდა დავშალოთ მარტივ ავყოფებად. 20-იც უნდა დავშალოთ. უმცირესი საერთო ჯერადისთვის ერთიდან უნდა ამოვწეროთ ყველაფერი. მეორედან უნდა ამოვწეროთ განსხვავებული. გამოდის ოქროები რა გამოდის აქ? 440 ხო, თუ არ ვცდები. თუ მოშლეთ 220-ია. 2 ჯერ 4, ხო, 4 ჯერ 11, 44, 44 ჯერ 5, ხო, 220. ანუ 220-ით კაცური კბილის გადასვლა უნდა მოხდეს, მაგრამ კითხვა რაშია ნახეთ? რამდენი ბრუნი უნდა გააკეთოს წამყვანმა კბილადამ? ჩვენ ახლა დავთვალეთ, ამ გამუქებულმა რამდენჯერ უნდა შეინაცვლოს ადგილი? 220 ჯერ, მაგრამ 220 ჯერ კონკრეტული კბილის გადასვლა კბილადის რამდენი ბრუნია? ერთი სრული ბრუნი მეგობრებო არ იქნება 44 გადატკაცუნება, ანუ ეგ კბილი უნდა მოვიდეს თითოეულ კბილს უნდა გაუშვოს ადგილი, ანუ 44 ჯერ უნდა დაიტკაცუნოს რომ ისევ აქ მოვიდეს. ესე იგი 220 უნდა გავხოთ 44-ზე, პასუხი არის 5. გვეკითხებია კიდეც, ხო, რამდენი უნდა გააკეთოს წამყვან კბილადამ? რამდენი უნდა გააკეთოს ალყოლმა კბილადამ? ხო, მეორე კითხვაც ხო. ალყოლი კბილადის შემთხვევაში ავდგებოდით და 220 გავყოფთით 20-ზე. რა თქმა უნდა, 5 ბრუნი უნდა გააკეთოს დიდმა კბილადამ და ალყოლმა კბილადამ 11 რადგან პატარაა, თავისთავად უფრო მეტი ბრუნის გაკეთება მოუწევს. კარგი. გავჩერდეთ, მოდით. გავაქცევოთ ჩვენ სხვა 44 ამოცა. ნახოთ. ერთ პატარა კოლოფში 24 ფანქარიეტევა, ტიჩი 30, პატარაში ვიტევა 24, ტიჩი 30. იპოვეთ ფანქრების ის უმცირესი რაოდენობა, რომელიც შეიძლება მოთავსდეს როგორც პატარა, ისე დიდ კოლოფებში. კოლოფები უნდა შეივსოს. ანუ იდეა, კითხვა რაში მდგომარეობს, ჩვენ უნდა დავასახელოთ რიცხვი ფანქრების რაოდენობა, რომელიც განაწილდება როგორც პატარა კოლოფებში, ასე მას პოტენცია ექნება განაწილდეს დიდ კოლოფებში, ანუ უნდა მორჩეს კოლოფებში თავისუფალი ადგილი. და არც ზაგარეთ უნდა დარჩეს ფანქრები. ანუ ფაქტობრივად გთხოვენ საერთო ჯერადს, მეგობრებო, 24-ის და 30-ის. აღარ გავყვები ახლა მას 24-ის დავშლით მართლმავრავლებად, 30-ს დავშლით მართლმავრავლებად და აღნიშნული რიცხვი აღმოჩნდება, მეგობრებო, 120. 120 იყოფა 24-ზე, ეგ არის 5, 120 იყოფა 30-ზე, ეგ არის 4. ნუ ამ რიცხვს აღმოაჩენდით
თავარია გაიგოთ კითხვა, რას გვეკითხება, ну იმედია ძალიან არ ვიჩქარეთ და გიხსენით. აიცი თუ პრობლემა იქნა, შემდეგ ჩემ მოსწავლეები გაკვეთილზე დასვამენ, ვინც ვიდეოს ნახავს. შეუძლია კომენტარებში დასვას კითხვა, არა მგონია 64 ამოცანა პრობლემები შექმნეს. მოდი, აქვე გადაწავშალოთ. 65-ს ვნახოთ. კლასის ყველა მოსწავლე ბიჭმა, ამავე კლასის ყველა მოსწავლე გოგოს თითო ყვავილი აჩუქა. აი რომ წარმოვიდგინოთ ახლა რა ხდება, თქვათ არის 5 ბიჭი, პირობა რომ გავიგოთ, რაღაც ძალიან მარტივი პირობა, მაგრამ წავიკითხეს, იჩქარეში რაღაცა ცოტა სხვანაირად გავიგეშენ, თქოს სხვასაც დაემატოს ეს ხდება ხოლმე. 5 ბიჭი არის თქვათ და არის სიტყვაზე თქვათ 7 გოგო. 7 გოგო. აი ყველა ამავე კლასის ყველა მოსწავლე გოგოს თითო ყვავილი ყველა ბიჭმა, ანუ ყველა ბიჭს ეხება რაღაც მოქმედება და რა მოქმედება ყველა გოგოს აჩუქა თითო ყვავილი. ანუ გამოდის რომ სიტყვაზე თქვა თუ არის 7 გოგონა, აკერაც ეს გოგონებია, ხო? და ყავს ვთქვათ 5 ბიჭი. გამოდის რომ ყოველმა ბიჭმა პირობითად ეს რიცხვი. ყოველმა ბიჭმა, ანუ მოდით კონკრეტულ ამბიზე ვილაპარაკოთ. ყველა გოგონა ამასაც ყველა გოგონას მისცა თითო ყვავილი. ანუ გამოდის რომ ამ ბიჭი აპრიორში 7 ყვავილი ხო უნდა ჰქონოდა. მეორე ბიჭმაც იგივე გააკეთა, მესამემაც, მეოთხემაც, მეხუთემაც. ანუ სულ რამდენი ყვავილი, მინიმუმ რამდენი ყვავილი იქნებოდა საჭირო? 5-ჯერ 7, რამდენი ბიჭიცა, ეს უნდა გამრავლდეს გოგონების რაოდენობას. კარგი ბატონო. ასე თქვათ არის A ბიჭი და B გოგონა. რამდენი ყვავილი მოგროვდებოდა? ანუ თუ თითოეულმა ბიჭმა A-ვემ ბეცალი ყვავილი უნდა იქონდეს, იმიტომ რომ თითო ყვავილი უნდა მისცეს ყოველ გოგონას, ანუ კონკრეტულ ბიჭს უნდა ქონდეს, რადგან B გოგონა ბეცალი ყვავილი, ხო? შეიძლება მეტიც. არავინ არ გვეუბნება. რომ მეტი არ იქნებოდა რამდენი, მაგრამ პრინციპში კლასის ყველა მოსწავლე ბიჭმა, ამავე კლასის ყველა მოსწავლე გოგოს თითო ყვავილი აჩუქა. ხო, აქ არავინ გესაუბრება, ახლა ჩვენ ბიჭებს კიდე ჩათაში ყვავილი რა იქნებოდა და ნაჩუქარ ყვავილებზეა საუბარი, შეიძლება მთელი ბაღი აქვს ყვავილების, ახლა თითოეულ მათგანს სახლში, ამაზე არავინ გესაუბრება, აქ ჩუქებათა რიცხვზე არის საუბარი, ყვავილების საერთო რაოდენობა 77 პრინციპში არც თქვა ასე კაფილტრული ყოფილა პირობა, აქ უფრო სწორი იქნებოდა, რომ ნაჩუქარი ყვავილების საერთო რიცხვი 77-ია, ასე რომ დაეწერათ. ხო, ანუ გამოდის რომ ჩვენ ახლა მარტო ნაჩუქარ ყვავილებზე ვსაუბრობთ და ნაჩუქარი ყვავილები რამდენი იქნებოდა? ბიჭების და გოგონების რიცხვის ნავრალი, იმიტომ რომ აცალ ბიჭს ბეცალი ყვავილი უნდა ჰქონოდა, ანუ A-ჯერ B ყვავილი მოგროვდებოდა 77. ხო, ახლა რა ხდება? და გვეკითხებია რამდენი ბიჭი და რამდენი გოგონაა, ხო? თუ ბავშვების საერთო რაოდენობა რა არის? ფაქტობრივად A + B ხო? ასე დავფიქრეთ. ბავშვების რაოდენობა ხო ნატურალური რიცხვია, 3.7 და რაღაც არ იქნება, ხო? უნდა იყოს ნატურალური რიცხვი. ეს 77, რომელი ორი ნატურალური რიცხვის ნამრავლად შეიძლება წარმოადგენთ. აქ შეიძლება კანტოტის მეთოდი გამოვიყენოთ რიცხვის გამყოფების გამოსარკვევი, ორი ძირითადი პრინციპია გამყოფების რაოდენობა რო დათვალოთ, ერთი არის პროცედურა კანტოტვას ვიყენებთ რიცხვისას, მეორე არის ძალიან ლამაზი კარგი ფორმულაა, მომრავლებად დაშლის შემდეგ თითოეული მარტივი გამყოფის ხარისხებს ვუმატებთ ერთს და ვამრავლებთ ერთმანეთს. მაგრამ ამ შემთხვევაში მარტივი პრინციპი გამოვიყენოთ, თან ეს კარგია კანტოტის მეთოდი, 1.77
თვითონ გამყოფების რაობის დასადგენად, რომელი არის გამყოფა, არა მხოლოდ რაოდენობის, არამედ რა გამყოფები გააჩნია. 3-ზე არ იყოფა, 5-ზე არ იყოფა, 2-ზე თავისთავად არ იყოფა, 7-ზე იყოფა, 7-ზე რომ გაყოფ 11-ია და ნუ მეტი გამყოფი არც გააჩნია. ან იქნებოდა 7-ჯერ 11, ან უნდა ყოფილიყო 1-ჯერ 77, მაგრამ ეს ირიცხება, რადგან გვეუბნება, რომ კლასის ყველა ასე იგი, როგორც ბიჭები, ასევე გოგონები 1-ზე მეტი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ვერც ბიჭი და ვერც გოგონა ვერ იქნებოდა ერთიანი. ანუ ირიცხება შენ. ან ბიჭები იქნებოდა 7, გოგონები 11, ან გოგონები იქნებოდა 7 და ბიჭები 11. შესაბამისად, ხა ჯამი არ იცვლება ამ დროს და ჩვენ რადგან ჯამს ვთხოვენ, პასუხი გამოდის 18. ყველა ვარიანტში 18 ბავშვი იქნებოდა მეგობრებო. 1.66. სულ რამდენ ციფრს გამოვიყენებთ წიგნის გვერდების გადასანომრად, რომლის გვერდების რაოდენობაა 200. თუ გადანომრა იწყება პირველი გვერდიდან, რომლის ნომერია 1. წიგნი არის, მეგობრებო, გადაშლილი, ხალხს წიგნი. დანომრილია, აქ არის ერთიანი, ასე იქნება, პროსტორი ასე იქნება, ხო? წიგნს ალბათ უფრო ასე და ასე 1, 2, გადმოფუცლავდი. უფრო 2, ეს ამიტომ რა თქმა უნდა ახლა არ არის სწორი, იმიტომ რომ რომ გადაფუცლავ 1, 2 და 2-ის მეორე მხარეს იქნებოდა 3-იანი, ხო? კაი, დავარქოთ თავი ხო? ხატვას რა უნდა მოხდეს? ვიცით, მეგობრებო, რომ გვერდების რაოდენობა არის 200. 200 გვერდია. ერთიდან იწყება დანომრა. კი ბატონო, მოდი ასე ცალ-ცალკე ავიღოთ გვერდები, აქ არის 1-იანი, აქ არის 2-იანი, 3-იანი და ასე შემდეგ, აქ იქნებოდა სადღაც 10-იანი, 11 გვერდი, ასე გვერდი, 101 და ბოლოში იქნებოდა 200 გვერდი. და კითხვა არის ასეთი. აი ამ გვერდების გადასანომრად ციფრი რამდენი ცალია საჭირო? ასე რას უნდა დავუკვირდეთ უქროები? გვერდები არ არის ერთგვაროვანი. ყველა გვერდის გადასანომრად ჩვენ არ გვჭირდება ერთი და იგივე რაოდენობის ციფრი. ვერ ვიზავთ ასეულები, ხო? აი მაგალითად კითხვა რომ ყოფილიყო ასე 100-დან იწყება, მე 100 გვერდიდან და მაგალითად 200 გვერდამდე ჩავდივართ, მაშინ მარტივი ამოხსნა იქნებოდა რა. დათვლიდი სულ რამდენი ცალი გვერდია, არის ფორმულებს სადაგზა კეთვით, მარტივი დათვლებია 201 ცალი გვერდია მეგობრებო. ხოდიში 101 ცალი გვერდი. ბოლოს აკლებ პირველს და უმატებ 1-ს. იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად 0-ის როლშია, ეს 100-ის როლშია და 0-დან 100-ის ჩათვლით არის 101 რიცხვი. ანუ 101-დან 200-ის ჩათვლით არის 100 ცალი. და თვითონ 100 კიდევ ხო ერთი ცალია. ანუ სულ 100-დან 200-მდე რომ ყოფილიყო გადანომრილი, იქნებოდა 101 ცალი გვერდი. და თითეულის დასანომრად, რადგანაც სამ ციფრს ვიყენებთ, გაამრავლებდით 3-ზე და პასუხი იქნებოდა 303. მაგრამ ასე ვერ გააკეთებთ ჩვენ შემთხვევაში. რატომ ვერ გავაკეთებთ? იმიტომ მეგობრებო, რომ ყველა გვერდი ერთი და იგივე რაოდენობის ციფრით არ გადაინომრება. რა ხდება? რა და რა ტიპის გვერდები გვაქვს? ჩვენ გვაქვს ერთნიშნა გვერდები, ერთნიშნა გვერდები და რამდენია ასეთი? 9 ცალი. ნუ, ასე ვთქვათ, 1-დან 9-ის ჩათვლით.
ორნიშნა გვერდები გვაქვს. ორნიშნა გვერდები რამდენი გვაქვს? ეგ მარტივი დასათვლელია, რომ 90-ია. რატო მარტივი? იმიტომ რომ 1-დან 99-ის ჩათვლით არის 99 რიცხვი. მაგრამ შენ პირველი 9 რიცხვი არ გინდა. შენ 10-დან უნდა დაიწყო დათვლა. ანუ ფაქტობრივად 99-ს უნდა გამოვაკლო 9. ანუ 90 ცალი რიცხვი რჩება, რომელიც ორნიშნაა. ანუ ორნიშნა გვერდები 90 ცალი გექნებოდა. 10-დან 99-ის ჩათვლით. და სამნიშნა გვერდი რამდენი გაქვს? ახლა ყველა სამნიშნა რიცხვი რომ იყოს გამოყენებული, ანუ 999-ის ჩათვლით რომ ჩავსულიყავით, 900 ცალი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ სანამდე გვინდა. ჩვენ გვინდა 200-ის ჩათვლით, ანუ ნახეთ 100-დან 200-ის ჩათვლით. და ეგ რამდენია მეგობრებო, კიდევ თვალეთ, აი ქვემოთ ქონდა მაგის დათვლა, ილუსტრაცია. არის ოქროები 101 ცალი. როგორ ითვლება? ანუ 1-დან 99, 100, 200. სულ არის 200 ცალი რიცხვი, მაგრამ ჩვენ გვინდა 100-დან 200-ის ჩათვლით. ანუ ფაქტობრივად პირველი 99 უნდა გამოვაკლოთ. ამას ასე აკეთებენ. აკლებენ 100-ს, რამდენიც საიდანაც იწყებ. რომელ ორ რიცხვს ჩათვლითაც გინდა შენ. 100-დან 200-ის ჩათვლით ხო გინდოდა? ბოლოს გამოვაკლე პირველი 100-იანი, მაგრამ რადგანაც შენ ესეც გინდა, თუ კიდევ ერთ ცალს ეგ რაოდენობა არის. ახლა რა გამოდის? ესეც დავშალოთ. მოდი დავთვალ ახლა კონკრეტულად ანუ ჩვენ თქვით რამდენი იყო ერთნიშნა, ორნიშნა, სამნიშნა, ახლა დავთვალოთ რამდენი ციფრია. ერთნიშნა გვერდები თითო ციფრს უიხარეთ 9-ჯერაც. ორნიშნა გვერდები 90-ჯეროს, ხო? და სამნიშნა 300-ს. ნუ ეგ რამდენი გადის? 900 პლუს 180 პლუს 300. ეგ არის რამდენი? 483-ს პლუს 9 492. ხო, იმედია არ ვწდებით მეგობრებო, ანგარიში სულ იქნებოდა 492 ცალი ციფრი. ანუ მოდი არ გავჩერდეთ, გავაცელოთ ჩვენ შავობა 77. ვარ ეხება 77-ში. კარგი. რა გამოდის? ესე იგი, ქალაქის ახალი რაიონის ერთ-ერთი ქუჩის სახლებზე ნომრების მისანიჭებლად სულ დასჭირდა 330 ციფრი. ანუ სულ აქ პირიქითაა მოცემული 330 ციფრი. რამდენი სახლი ამ ქუჩაზე თუ სახლების გადანომრვა იწყება 1-დან. ნუ ახლა ამ შემთხვევაში ასე არის სახლი და ნუ აქ ისი ნომერი 1, აი წიგნი რომ იყოს ახლა და პირველ 1-დან დაიწყო გადანომრვა, სულ 330 ციფრი გამოიყენეს და რამდენი ციფრია, რამდენი გვერდია გადანომრილი. ნუ იგივე, ახლა აქ უბრალოდ რამდენი სახლი იყო გადანომრილი. რაღაცა ასე, არ ვიცი ბოლო სახლის ნომერი, მაგრამ ვიცით რომ სულ 330 ციფრია გამოყენებული. ეგ შეგიძლიათ X-ითაც გააკეთოთ. შეგვიძლია მოდი ისე ვიმშელოთ X-ით ახლა მოკლედ ესეთი პროგრამული დასანახი იქნება, მაგრამ არ აღშვებს. მოდი აბა რა ხდება ახლა გადანომრვაში რა წაიღებდა ციფრებს. ნუ ცხადია, გადანომრვას უნდა დაიწყებდნენ
ერთნიშნა ნომრები, ანუ 1-დან 9-ის ჩათვლით წაიღებდა რამდენს? წაიღებდა 9 ჯერ 1 ციფრს, ხო? 9 ჯერ 1 ცხრაცალ ციფრს. ანუ 330 გამოვაკლდით 9-ს, ეგ არის 321 ციფრი დაგვრჩებოდა. ციფრი დაგვრჩა. ახლა ორნიშნები რამდენს წაიღებდა? მოდი ნახოთ, აი ყველა ორნიშნაზე მეყოფოდა ოქროები, იმიტომ რომ სულ ორნიშნები ხომ არის 90 ცალი. 90 ჯერ 2 არის 180. ანუ 180-ზე რა თქმა უნდა 321 ციფრია დარჩენილი, თავისუფლად გვეყოფოდა. ანუ 321-ს ახლა გამოვაკლებოდა 180, არ შეგვეშალოს ანგარიში არის 51-ია თუ არ ვცდები, ხო? 51 ცალი ციფრი დაგვრეჩა. და ახლა რა ხდება? ნუ სამნიშნები 100-დან, მაგრამ არ ვიცი რამდენია, ხო? მაგრამ რამდენიც არ უნდა ყოფილიყო, თითოეული მათგანი 3 ცალ ციფრს წაიღებდა. და ამათი საერთო რაოდენობა უნდა იყოს 151 ციფრი, ხო? კითხვის ნიშანი რა გამოდის 151-ს გავყოფთით 3-ზე. ეგ არის 14-ში 4 ჯერ ჩება 2 47 გამოდის, ხო? ანუ გამოდის 47 ცალი სახლი იქნებოდა, რომელსაც სამნიშნა ნომერი გააჩნია. მოდი ახლა დავთვალოთ სულ რამდენი სახლი გამოდის, მეგობრებო, გადანომრილი. ანუ 9 ცალი სახლი ეს იყო ერთნიშნა ნომრებით, 90 ცალი სახლი ორნიშნა ნომრებით და 47 სახლი სამნიშნა ნომრებით. ნუ იმედია მივხვდით 47 რატომ რა ლოგიკა განავითარია, ხო? გავს წინა მოცალს. რამდენი გამოდის? 127 პლუს 9, 146 სახლი იქნებოდა. აქედან ერთნიშნა რიცხვებით იყო 9 ცალი, ორნიშნათი 90 და სამნიშნათი 47. სამნიშნა ციფრებით 47 სახლი გადანომრილი. სულ 146 სახლი. ერთი 68. ნუ ცოტა უცნაური აღნიშნაა, მეგობრებო, მაგრამ აი დაუკვირდით ახლა წავიკითხოთ პირობა და კონკრეტული სიმბოლო რას აღნიშნავს. აი ნახეთ. x y მაგაც ასეანო ფუნქციას გავს რაღაცა ჩაწერთ, ხო? მაგრამ ნუ არ ვიცი ესეთი სიმბოლო არის გამოყენებული, არის ლათინური ასო, ჩხილებში x y-ით. აღნიშნოთო x და y ნატურალური რიცხვების უდიდესი საერთო გამყოფი. ანუ ფაქტობრივად ეგ ყოფილა იგივე რა. უსუგო x-ის და y-ის. ახლა რა პრობლემა გინდა ასე ეწეროს უკვე გინდა dx y-ით, ხო? კი ბატონო. ლუცია თუ კენტიო. აბა მოდი ნახოთ საინტერესოა. x plus y-ის და xy ნამრავს ვის უდიდეს საერთო გამყოფს, რომ გამოვაკლოთ x-ის და y-ის უდიდეს საერთო გამყოფი. ანუ მოდი არა თუ გინდა ჩავწეროთ ასე, ანუ რომ ავდგე ახლა მე და დავთვალო უდიდეს საერთო გამყოფი x plus y-ის და xy-ის ასე და რომ გამოვაკლო უდიდესი საერთო გამყოფი x-ის და y-ის. ლუცია თუ კენტი. აბა, აი ეს ლუცია. ოკეი. თუ ეტია. საინტერესო ამოცანა. რაც ისეთ ალბათ თეორიულ წინასვლას გახსენება საჭიროებს ლუცკენტობაში და
აბა მოდი დავფიქრდეთ ახლა ერთად, რა იქნება პასუხი. ამისთვის მეგობრებო, რა გვჭირდება ახლა? ძალიან ზოგადი სიტუაცია ხო? შეგიძლიათ კონკრეტული რიცხვები ჩასვათ, გარკვეული წარმოდგენა შეიქმნათ სიტუაციაზე და მე ზოგადად ვილაპარაკოთ. მაგრამ კენტილოწობაზე საუბარი არ არის ახლა ისეთი კატეგორია, რომ მარტივია მაინც და მოდი ვეცადოთ ზოგად საუბარში დავრჩეთ კონკრეტული მაგალითების გარეშე. რა შეიძლება ხდებოდეს? შეიძლება x და y იყოს, ასე რომ განვიხილოთ. შემთხვევაში ორივე ლუწი, ეს შემთხვევა ორივე ლუწია და მეორე ორივე კენტია და მესამე ერთი კენტია მეორე ლუწი. ახლა მნიშვნელობა არ აქვს მეგობრებო, რომელი იქნება კენტი, რომელი ლუწი, იმიტომ რომ თანაბარ უფლებებში არიან, აქ ორივე ჭამი აქვს ნამრავლი, აქ ორივეა მოცემული. რა მშობა აქვს ახლა ერთად და მეორედ რას ჩავხვრით? არანაირი. ანუ დავყვეთ პირველ შემთხვევას. ახლა ჩვენ გავხდით. დააკვირდით x + y როგორი იქნებოდა? პირველ შემთხვევაში თუ ორივე ლუწია, ლუწი ხო იქნებოდა. მეორე შემთხვევაში მეორე რიცხვია აქ x y ეგეც ნამრავლი, რა თქმა უნდა, ლუწი იქნებოდა. და საერთო გამყოფი, უდიდეს საერთო გამყოფი, როგორი იქნებოდა ამათი? არ იქნებოდა ლუწი? ხო, რა თქმა უნდა, ახლა ორივე თუ ლუწია, მინიმუმ საერთო გამყოფად ორიანი გააჩნიათ, ხო? თავისთავად ახლა თუ ერთიც ლუწია და მეორეც, ანუ x-ის და y-ის თუ ლუწებია, ესე იგი მათი უდიდეს საერთო არა მხოლოდ ჯამის და ნამრავლის, თავად ამ ორი რიცხვის საერთო გამყოფიც იქნებოდა ლუწი. ლუწ-ლუწი რომ გამოვაკლდეს, პასუხი არის ლუწი. ლუწი. კარგი. პირველ შემთხვევაში ლუწი ვიყო. მოდი ნახოთ რა იქნებოდა მეორე შემთხვევაში. თუ ორივე კენტია, ჯამი რა იქნებოდა? კენტს პლუს კენტი რა იქნებოდა? ლუწი არ იქნებოდა? ეს გავჩერდეს ხა შემთხვევა. ნამრავლი რა იქნებოდა? კენტი ჯერ კენტი, ორივე კენტი არა გვერიოს, ნამრავლი კენტი იქნებოდა. იგი დავფიქრდეთ, ლუწის და კენტის საერთო გამყოფი რა შეიძლება იყოს? აი რა შეიძლება იყოს მაგალითად 6-ის და 9-ის საერთო გამყოფი. შეიძლება ლუწი რიცხვი იყოს? არა, იმიტომ რომ ორივე უნდა გაიყოს მასზე და კენტი რიცხვი როგორ გაიყოფოდა ლუწზე. ესე იგი გამოდის მეგობრებო, რომ აუცილებლად საერთო გამყოფი იქნება კენტი. თვითონ უსუგო ამ კენტების თავისთავად საერთო გამყოფი იქნება კენტი და კენტს მინუს კენტი რომ გამოდის. გამოდის ისე ლუწი. ანუ მეორე შემთხვევაშიც გამოგვივიდა ლუწი. აბა დავფიქრდეთ ახლა მესამე შემთხვევაში რა იქნებოდა. ერთ-ერთი კენტია, მეორე ლუწია, ხო? უსუგო. მათი ჯამი რა იქნებოდა? მათი ჯამი იქნებოდა კენტი. ერთი კენტს ლუწი რო დავუმატო კენტია. მათი ნამრავლი რა იქნებოდა? მათი ნამრავლი იქნებოდა ლუწი. უსუგო ლუწის და კენტის რა არის მეგობრებო? საერთო გამყოფი კენტი იქნება სხვა ვერაფერი. ხო, იმიტომ კენტი ლუწი არ გაიყოფა. ორიანის შემცველი რიცხვი ვერ იქნებოდა მათი საერთო გამოკლებული. უსუგო კენტის და ლუწის თუ გააჩნია რა იქნება? რა თქმა უნდა კენტი რიცხვი. და კენტს მინუს კენტი რა გამოდის? არ გამოდის ლუწი? მოდი შეხლა აქ ცოტა ესეთი რაღაცა სხვა დანაწერებს გადავაწერე, მაგრამ არ არის რთული ასახმელი და რა გამოვიდა სამივე შემთხვევაში. ჩვენ ყველა შემთხვევა განვიხილეთ, აქ მეტი კონკრეტიკა ვერ იქნება. არ არის საჭირო, შეგიძლიათ რიცხვები მოიყვანოთ, მაგრამ ამოვწურეთ ჩვენ ყველა შემთხვევა განვიხილეთ.
მეტი ვარიანტი არ არსებობს. და სამი ვარიანტში მივიღეთ, რომ სხვაობის შედეგი იქნებოდა ლუწი რიცხვი. ანუ პასუხი რა არის? ლუწი. იდით ახლა შევტიოთ ოდენს 69-ს. 69. ხუთი პირველი ნახოთ ჯერ. უნდა ვიყოთ უმცირესი ექვსნიშნა რიცხვი. 6 ადგილი უნდა გამოყვით, რომელიც იყოფა 2-ზე და 3-ს. იყოფა 2-ზე და 3-ს. კარგი. არაფერი მარტივი სიტუაციაა. ნუ უმცირესი რადგან არის, უნდა ვიცადოთ, რომ ერთით იწყებოდეს, სხვა დათქვას არაფერია და შეიძლება მეტი ნული უნდა იყოს მერე და თუ რამე ცვლილებას დავაპირებთ ბოლოდან შევცვალოთ, მაგრამ 2-ზე გაყოფა იმას ნიშნავს, რომ იყოს მეგობრებო ბოლო ციფრი ლუწი. გვიჭვით, ბოლო ლუწი უნდა იყოს და ციფრთა ჯამი 3-ის ჯერადი. ეს ორი პირობა უნდა ხდებოდეს. მოდი ნახოთ ახლა. ყველაზე პატარა ექვსნიშნა არის ეს. ხო? მაგრამ ციფრთა ჯამი არის ერთი. არ იყოფა. მაგრამ თუ ჩვენ ავდგებით ახლა ამას თქვათ აქ ერთით გავსდით, ეგ არც 2-ზე იყოფა, არც 3-ზე, მაგრამ დააკვირდით, მარტო ბოლა 2 არ უნდა დავწეროთ აქ. ერთი გასროლით 2 კუთხეს დავიჭერთ პრინციპში. რატო? იმიტომ რომ ლუწიც იქნება ბოლო ციფრი და ამავდროულად ციფრთა ჯამი იქნება 3-ის ჯერადი. ნუ ყველაზე პატარა ექვსნიშნა იყო 100,000 რა თქმა უნდა არ ვარგო და შემდეგ 100,001 და ესეც არ ვარგო. ნუ პასუხი არის 100,002. შეეხება ახლა მეორეს. მეორე ამოცანს. ისევ უმცირესი ექვსნიშნა უნდა ვიპოვოთ. რა უნდა ხდებოდეს? უნდა იყოფოდეს 5-ზე და 9-ზე. ნუ 5-ზე და 9-ზე უნდა იყოფოდეს. იქაც ახლა ეს ციფრთა ჯამს 9-ზე რომელი რიცხვი იყოფა? გავხსენოთ. ციფრთა 3-ზე გაყოფის წესი ჰგავს, ხო? ციფრთა ჯამი უნდა იყოს 9-ის ჯერადი. 9-ის ჯერადი. და ბოლო ციფრი უნდა იყოს 0 ან 5. თქმა უნდა თუ 0-ით გამოდის, უკეთესია, იმიტომ რომ უფრო პატარა იქნება. ნახოთ. ნუ ყველაზე პატარა ექვსნიშნა რიცხვი არის 100,000. მაგრამ არ ვარგა, არ აგვაყოფილებს პირობას. რა შეიძლება ახლა რა არის ყველაზე ისეთი უპრიანი გზა? რა თქმა უნდა, ციფრთა ჯამი სულ ცოტა 9 უნდა გამოდიოდეს ახლა, ხო? ან 9, ან 18, 27 9-ის ჯერადი. რაც შეიძლება 9-ს რო გამოვიყავთ, რაც შეიძლება ბოლო თანრიგებიდან უნდა დავიწყოთ შევსება, ხო? რაც შეიძლება მაღალი თანრიგი უნდა დავტოვო პატარა. იმიტომ რომ ჩვენ უმცირეს რიცხვს ვეძებთ და უმცირესი არის რიცხვი, როცა ზედა თანრიგები უფრო და უფრო პატარაა. მაშინ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ნუ შეგვიძლია 5-5-ით ვზარდოთ, მანამდე სანამ 9-ის ჯერადი არ გახდით. მაგალითად დაგვეწერა აქ 5-იანი. მაგრამ ეს 100,005 ჯამში 6-ის ტოლია. არ ვარგა. დაგვეწერა მერე სიტყვაზე ვთქვათ კიდე 5-ით თუ გაზდიდი 10-იანი. მაგრამ 100,010-იც არ ვარგა. ხო, მერე დაგეწერათ 15 და ასე ცოტა თუ გაზდიდი
მარტივად შეიძლება ახლა იმდენად გაზარდო, რომ უცებ ციფრთა ჯამი 900-თან ახლოს მივიდეს რა. კიდე 5 თუ გაზრდიდი, არ იქნებოდა ხოლმე და ნუ მარტივი მისახვედრია აქ 0 მარტივად მივდოდით აი 35-მდე რა. უკვე ციფრთა ჯამი არის 9 მანამდე არ ვარგა, იმიტომ აქ 100.025 არ ვარგო და ციფრთა ჯამი რა იყო 100.030 არ ვარგო და ციფრთა ჯამი 4 იყო და 100.035 ციფრთა ჯამი არის 9, 9-ის ჯერადიც გამოდის და თავისთავად 5-ის ჯერადიც. მოდი ვნახოთ ახლა რას გვიმზადებს 70 ნომერი. მიპოვეთ უმცირესი 6 ნიშნა რიცხვი 1.70 ხო? რომელიც იყოფა 6-ზე და რომლის ჩანაწერში გვხვდება მხოლოდ 2 და 0. ნუ შენ სინჯვის მეთოდით შეგვიძლია განვახორციელოთ და პატარა მსჯელობითაც შეგვიძლია გავიდეთ ფონს. მოდი გავიღოთ ის შეადგილი უმცირესი 6 ნიშნა რიცხვი უნდა ვიყოთ, რომელიც 2-იანით და 0-იანით იწერება, 2-იანით და 0-იანით და უნდა იყოფოდეს 6. ახლა 6-ზე გაყოფის წესი არ არსებობს, მეგობრებო, ცალკე აღებული. ეს არის კომბინირებული 2-ს და 3-ზე გაყოფილი. ეს წესი, ანუ 6-ზე იყოფა რიცხვი, რომელიც იყოფა 2-ზე და 3-ზე. რაღაც ავთენტური ისეთი ცალკე წესი არ გააჩნია 6-ზე გაყოფას. და შეიძლება ვისარგებლოთ 2-ზე და 3-ზე გაყოფის პრინციპით, ანუ ციფრთა ჯამი. რატო 2-ზე და 3-ზე? იმიტომ რომ 6 არის 2-ჯერ 3, ამ ორ ურთიერთმარტივ რიცხვის ნამრავლად იყოფა 6-იანი და რომ გავყოთ 6-ზე, 2-ზე და 3-ზე ცალკე უნდა იყოფოდეს. 3-ზე რომ იყოფოდეს ციფრთა ჯამი, უნდა იყოს 3-ის ჯერადი და 2-ზე რომ იყოფოდეს, ბოლო ციფრი უნდა იყოს ლუწი. რადგანაც მხოლოდ 2-იანებს და 0-იანებს ვიყენებთ, ახლა თავში 0-იანს ვერ დავწერდით და იქნებოდა 2-იანი. და რაც შეიძლება პატარა რომ იყოს, დანარჩენი კარგი იქნება რომ იყოს 0-ები, მაგრამ ეგ მოუხერხებელია, ვერ მოხერხდება მეგობრებო, იმიტომ რომ ციფრთა ჯამი 3-ის ჯერადი ვერ იქნებოდა. მოდი ბოლო ციფრი შევცვალოთ, აბა დავწეროთ 2-იანი. რომ უმცირესი თუ მინდა დარჩეს, ბოლო უნდა შევცვალოთ. აქ ციფრთა ჯამი გამოდის მეგობრებო 4, არც ეს ვარგა და აი თუ ავდგებოდით და მხოლოდ ბოლოს წინა რო შეცვალოთ და ბოლო არა, ასეც არ ვარგა ხო 4-ია და აი შენ გინდა 6-ის ჯერადი რომ იყოს, უпроსტად 3-ის ჯერადი უნდა იყოს და 3-ის ჯერადი 2-იანებით როგორ მიიღება, ესე იგი სულ ცოტა 3 ცალი 2-იანი უნდა გამოიყენო და სადაჯობებდა ახლა თავში 1 2-იანი იქნებოდა უეჭვი და დანარჩენი 2 2-იანის გამოყენება აჯობებდა ბოლოში. აი ეს იქნება ის უმცირესი რიცხვი, რომელიც დააკმაყოფილებს 6-ზე გაყოფის პირობას. ციფრთა ჯამი 3-ის ჯერადია 200.022, ხოლო თავისთავად ბოლო ციფრი ლუწია და იყოფა 2-ზეც, ანუ საბოლოო ჯამში 6. რაც შეეხება ახლა მეორე ამოცანას, მაგაც 6 ნიშნა რიცხვი უნდა ავიღოთ, რომელიც უნდა იყოფოდეს 45-ზე და მხოლოდ 1-იანით და 5-იანით უნდა ჩავწეროთ. 45-ზე გაყოფის წესი როგორ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ? მეგობრებო, ორ ურთიერთმარტივ გენელად თუ დავყოფთ, ეს არის 5-ჯერ 9, ანუ 5-ზე და 9-ზე გაყოფის წეს თუ დააკმაყოფილებს 45-ზეც გაიყოფა 45, ასე იგი 5-ზე გაყოფისთვის 0 ან 5 უნდა იყოს ბოლო ციფრი, მაგრამ 0-იანის გამოყენების უფლება არ აქვს, ხო? ასე იგი აუცილებლად 5 უნდა ეწეროს ბოლოს, 1-იანი და 5-იანი უნდა ეწერებოდეს და ციფრთა ჯამი უნდა იყოს 9-ის ჯერადი.
რაც შეიძლება პატარა თუ მინდა უნდა იწყებოდეს ერთიანით და ძალიან კაი იქნება თუ ნულიებს ვერ გამოიყენებ ახლა და ერთიანები იყოს ყველა ეს, მაგრამ ოქროები რა გამოდის ციფრთაჯამი ამ შემთხვევაში გამოდის 10, ხო? ანუ ახლა თითო ერთიანი უნდა შევცვალო ხუთებით ისე რომ ციფრთაჯამი გამოვიდეს 9-ჯერადი. ანუ ეს არ ვარგ. ახლა 1 ეს რომ ავიღოთ ხუთიანად და ეს ამ შემთხვევაში ციფრთაჯამი გამოდის 14, არც ეს ვარგა. ბოლოდან უნდა შეცვალო ხუთებით. აქ 0-იანს ვერ იყენებ, 2-იანს ვერ იყენებ, სხვა ვერც ეცებს ვერ იყენებ. და ახლა უკვე ამ შემთხვევაში ციფრთაჯამი არის 18 იყოფა 9-ზე, ხუთიანითაც ბოლოვდება, ანუ 45-ზე გაყოფის პირობას აკმაყოფილებს. კარგი. მოდით ეს ვიდეო ამოცანას დავთავოთ და მომდევნო ვიდეოში გავაგრძელებთ ამ თავის განხილვას.